ალბათ შესაძლოა რომ ბიუჯეტის შეფასება სამ ძირითად წვეთს დავაყრდნოთ. ერთი შემოსავლების ხარისხი, აგულისხმობ რამდენად ასახავს საგადასახადო შემოსავლები რეალურ ეკონომიკურ აქტივობას და კერძო სექტორის მდგრადობას. მეორე ხარჯვის ეფექტიანობა, აგულისხმობ იმის შეფასებას თუ რამდენად მიმართულია საბიუჯეტო რესურსები გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ ზრდაზე თუ მიმდინარე მოხმარების ხარჯებზე და ბოლოს ლიკვიდურობა და ვალის მართვა. ჯამში რამდენად დაცულია სახელმწიფო ფინანსური შოკებისგან და სუვერენული ვალის ვალდებულებებისგან და აქვე შიდა ვალზე ორიენტირება რამდენად სწორი სტრატეგია. ნიკა ალავიძე და პაატა აროშიძე მიერთდებიან ახლა პირდაპირ ეთერში, სწორედ მათთან ერთად გავაგრძელებ მსჯელობას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. მოგესალმებით ორივეს და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ნიკა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ანუ აი ამ რაღაცა ანალიტიკური ჩარჩოთი, რომ აი ერთის მხრივ ეს შემოსავლების ხარისხი შევაფასოთ, ხარჯვის ეფექტიანობა შევაფასოთ და მერე უკვე შევაფასოთ, თქვათ აი ვალის ნაწილში როგორ ვიქცევით და ეს სტრატეგია შიდა ვალზე რეორიენტირების, რომელიც ახალი არ არის, მოდი ესეც ვთქვათ, თუმცა ჩანს ეხლა უკვე, როდესაც ვთქვათ, საგარეო კრედიტების ნაწილში რთული არის, ხო, უკვე ათვისება კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, ამიტომ აი ამით ესე ვთქვათ, რომ შევკრათ აი პირველადი სურათი, რას აჩვენებს აი ეს შესრულების ანგარიში. პირველ რიგში მოგესალმები ელენე, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით ბატონ პაატასაც. რას აჩვენებს ეს ყველაფერი და რა არის? მოდი დავიწყოთ პირველ რიგში საგადასახადო შემოსავლებიდან და შემოსავლების გენერდა ბიუჯეტიდან, რაც დადებითი ფაქტია, რა თქმა უნდა, რომ ბიუჯეტში შემოსავლები გვაქვს. ეს არ არის ახალი, ეს ვიცით ჩვენ რომ თითქმის 20 წლის წინ, ანუ უკვე რაღაცა 2005 წელს გატარებული პირველი რეფორმების შემდეგ, პირველი რაც მნიშვნელოვანი სიღრმისეული რეფორმა რაც გატარდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არა მარტო თანამედროვე ზოგადად ისტორიაში, მოხდა აი ამ საგადასახადო სისტემის, ამ ფისკალური და მონეტარული სისტემების ერთ რაღაც სინქრონში მოყვანა და გადასახადების კულტურის დანერგვა. ეს არა მარტო ადმინისტრების ნაწილი, არამედ მოსახლეობაშიც გადასახადის გადამხდელის, როგორც ამ ცნების შემოღების ფორმულირება მოხდა, რამაც გარკვეული ეტაპები გაიარა და მეტნაკლებად მონეტიზდა და დღემდე მოვედით იქამდე და ერთ-ერთი საუკეთესოდ მომუშავე სისტემა გვაქვს ახლა. გადასახადების აკრეფა ხდება, მიუთითებს ბიზნესის მომწიფებაზე. ბიზნესმა იმიტომ ჩვენ გვაქვს ჩtildeოვანი ეკონომიკა, რამხელა იყო, შავი ჩანაწერები ეგეწოდა, ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგია და იმედი გვაქვს, რომ რა თქმა უნდა ეს პატარა ხარვეზები და ხვრელები ყოველთვის ვიღაცა ყოველთვის იწევს, მაგრამ სისტემური არ გახდება და ანუ ამის რისკები რეალურად არსებობს, მაგრამ იმედია რომ მეტნაკლებად ესეთი რაღაცა მაინც გადალახული იქნება. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ბიუჯეტი რა ესეც რო ვთქვათ, ხო, ბიუჯეტი შედგება შემოსავლებისგან და ხარჯებისგან. ხაზინა ესე გამ შემოსავლები გენერირდება, ეს შემოსავლები არის აუცილებელი იმისთვის, რომ გატარდეს მიმდინარე საქმიანობები, რომელიც არის რაღაც სოციალური პროექტებიც, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საინვესტიციო ხარჯვა იყოს. რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ვუყურებთ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკა არ არის ინვესტირებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, საბიუჯეტო ხარჯები და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, არამედ არის ეგრეთ წოდებული ექსტრაქციული, ანუ მომხმარებაზე ორიენტირებული. ანუ ის ხარჯავს იზრდება საკუთარი სხეულის ჭამის ხარჯზე მარტივი ენით რომ ვთქვათ. ანუ დავუბრუნდეთ თემას. საგადასახადო ადმინისტრირება კუთხით შემოსავლების ნაწილი კარგად არის ორგანიზებული, ამოღება კარგად ხდება და ის რომ ხედავთ აი 102%-ით შესრულდა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 101.9, 102.7 დაახლოებით ასე ისე. ნუ ეს მეტყოლებს იმაზე კი რომ კარგად არის დაგეგმილი, იმაზე რომ კარგად არის სისტემა პროგნოზირებადი, სისტემა კარგად მუშაობს და ამ პროგნოზის შემთხვევაში დამატებითი რაღაც ზედმეტი ინტელექტუალური დაწოლების გარეშე შესაძლებელია ამის პროგნოზირება და მიდის. ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დიდი წილი არის არაპირდაპირი გადასახადები და განსაკუთრებით დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც ბიზნესი კი არ იხდის მომხმარებელი, იხდით მეც, თქვენს ელენე და ასე შემდეგ და დღეს წილი რომ სტაბილურად იზრდება და სტაბილურად დიდია
არის პირდაპირ დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ ვართ იმპორტზე ძალიან დამოკიდებული ქვეყანა და იმპორტზე ვართ ძალიან დამოკიდებულები და ის ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ჩვენ რა არის სტაბილურობას გვაძლევს, ვალუტის შემოდინებას გვაძლევს, რომელიც არის ტურიზმი, რაღაცა ვაჭრობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მეტნაკლებად ყველაფერი დამოკიდებულია და ბალანსდება აი ამ გაზრდილი იმპორტით. იმიტომ ჩვენ ტურიზმსაც იმპორტით ვემსახურებით და შემოდინებებით თანხის რემიტენსებს, რასაც ვეძახით, ძალიან დიდი მოცულობა აქვს ჩვენ ეკონომიკაში ემიგრანტების დამსახურებით, ასევე არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რომ გადასახადების წილი ამითი სტაბილურად არის დაგენერებული. იმიტომ თუ ვიცით რომ OECD-ის შეფასებით, სოფლიო ბანკის შეფასებით, AFC-ის ყველას და ჩვენი საქსტატების შეფასებითაც გადასახადების წილი საქართველოში არის 23-დან 25%-ის ფარგლებში, ანუ თითოეული საქართველოში დახარჯული 100 ლარიდან პირობითად 25 ლარამდე გასაშუალებული 24.50 არის გადასახადი. ანუ ეს გადასახადი არის გადახდილი თქვენს მიერ, ჩემს მიერ, ფიზიკური პირების მიერ და იმ ემიგრანტების მიერ, ერთ-ერთმა არც თუ ისე დიდად მოაზროვნე პარლამენტარმა თქვა, რომ რა, ეგენიო ბიუჯეტში ხوار იხდიან, დიახ, პირდაპირ ბიუჯეტში იხდიან. აი, რა ვიცი, ქალბატონი ციალას მიერ ჩარიცხული 1000 ევროდან, რომელიც ხელფასივით ურიცხავს, რომ მისი ოჯახი შეინახოს, იმ 1000 ევროდან მინიმუმ 250 euро არის პირდაპირ ბიუჯეტში ჩარიცხული. შეუძლია ქალბატონ ციალას ამ პარლამენტერს თუ დაუჯეროს პირდაპირ მისცენ მათ მანგარიშს და ხაზინაზე ჩაუსხან პირდაპირ მათ ჩაურიცხონ. იმიტომ ის შეძენილი პროდუქტი, გადახდილი კომუნალური გადასახადი, თუნდაც შეძენილი უძრავი ქონება და ასე შემდეგ ყველაფერი იბეგრება საბოლოო ჯამში დღეს სახით ბიზნესი ამის გამტარია და რეალურად ყველაზე ნაწილი გადასახადით გამოდის, სადაც არჩემცირებაზე მიდის ლაბარაკი, ზღურების გაზრდის ალტერნატივაც, ესე ვთქვათ, ჰაერში კიდია, ზუსტად ამიტომ. და აქედან გამომდინარე მივდივართ მეორე გამოწვევაზე, ეს შევაფასოთ პოზიტიურად, რომ სისტემა მუშაობს, მაგრამ ნაკლებად პოზიტიურია ამითი ტრაბახი, რომ ჩვენი სისტემა მუშაობს. ეს არის ჰიპერელემენტარული ანაბანა, რომელიც არ უნდა დაზიანდეს და პირიქით უფრო უნდა დაიხვეწოს, იმიტომ რომ გადასახადები რატომ გჭირდება? იმიტომ გჭირდება, რომ რეალურად ქვეყანას ემსგავსებოდეს A პუნქტიდან B პუნქტამდე ჩვენც მივიდეთ და აქ ჩამოსული ტურისტიც რეალურად მოვიდეს და დახარჯოს თანხა, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას წაადგება და კმაყოფილი ბედნიერი დაბრუნდეს უკან. დაახლოებით ამისთვის გჭირდება, მაგრამ მივდივართ აი ამ მაგრამისკენ. ახსულების ნაწილში შემოსავალი მივიღეთ, სისტემა გამართულია, მაგრამ მიღებულ შემოსავალს ვერ ვითვისებთ. ანუ ჩვენ გვაქვს სულ ჩამორჩენა ათვისებაში, ხარჯვაში, ხარჯვა აუცილებელია და შესაძლებელია და ხშირად ხდება და ძირითადად როგორც წესი ასე რომ უფრო მეტის დახარჯვა გვიწევს, ან უფრო სწრაფად გვიწევს რაღაცის დახარჯვა, ვიდრე შემოსავლის მობილიზება ხდება. ეს არის ზუსტად ის დეფიციტი შემოსავალს და ხარჯებს შორის, მაგრამ ეს არ არის ნეგატიური მოცემულობა. ჩვენ გვჭირდება დღესვე, აი მაგა ვიცით რომ დღეს გაწვიმდება, ჟუჟუნა წვიმა მოვა, რომ ვიცით რომ დავიტბორებით და რომ არ დავიტბოროთ, სასწრაფოდ გვჭირდება საირიგაციო სისტემების და სადრენაჟო სისტემების გაწმენდა, რისთვისაც სპეციალისტები ჩვენ აქ არ ყავს, მაგრამ ჩამოვიყვანოთ პაკისტანიდან. პაკისტანიდან ჩამოვიყვანოთ, უნდა გადავიხადოთ ფული და ის კიდევ ბჭყალებში პოსლეზე არ მოდის. ახლავე უნდა გადავიხადო. ახლავე რომ გადავიხადო, მე ვიცი რომ ზეგ შემოვა ჩემი ფული და ახლავე რომ გადავიხადო, მინდა რომ მოვედი ქალბატონელენსთან, მას ესხეთ რა, ზეგ მექნება და დღეს მე ესმა გასაწმენდი რომ თქვენ კომფორტულად მიხვიდეთ სახში რომ ჩამოწინწკლავს ეს წვიმა, ფეხები არ დაგისველდეთ. რა თქმა უნდა, თქვენს ბედნიერად მას ესხებთ მე ფულს, იმიტომ მე კარგი კრედიტორი ვარ, სახელმწიფო ვარ და სისტემა შეიკრება. ანუ ეს პოზიტიური მომენტი არ არის, ნეგატიური სესხის აღება, დეფიციტი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენთან დეფიციტი არის ცოტა სხვანაირად. ხარჯვა ვერ ხდება, ამიტომ ვამბობ რომ დეფიციტი ძალიან კარგი გვაქვს, მინიმალური გვაქვს, იმიტომ გვაქვს დაბალი დეფიციტი, ერთი იმიტომ რომ შეგნებულად ხარჯვა არ ხდება რაღაცის, ოღონდ ხარჯვის ნაწილში ნახეთ როგორ არის, ხარჯვა ხდება 100 და 102%-ის შესრულება გადაჭარბებით სოციალურ პროექტებზე, პენსიები, ანუ გაზრდილია თითქმის 13%-ით გაიზარდა საბიუჯეტო ხელფასების მოცულობა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თითქმის 9 მილიონზე მეტი ადამიანი, ვინც ამ ბიუროკრატიაშია დასაქმებული, პირდაპირ და ირიბად კიდევ ერთი 200,000 ზემოდან, მათ ყველას თანაბრად გაიზარდა ხელფასი. არა, აი ამ საბიუჯეტო ბიუროკრატიის მარჩენალად გადაქცეული ადამიანებიდან დაახლოებით 10%-ს გაეზარდა ხელფასი, რომელიც საშუალო სტატისტიკურად გაიწელა, ასე ვთქვათ, გადანაწილდა, მაგრამ მედიანური დათვლით აბსოლუტურად არანაირად არ შეიცვალა. ანუ სიტყვაზე 100 ადამიანს პირობითად უხეშად, მაგრამ 120
მინისტრები, მოადგილეები, პარლამენტები რაღაცები 4ჯერ და 5ჯერ გაეზარდათ არსებული ანაზღაურება, დანარჩენებს კიდევ არა დარჩათ ასე. ამიტომ ეს ხარჯიც გაიზარდა. ეს ღირებულება, ეს თანხა, რომ შევხედოთ საინვესტიციო ნაწილი, რამე ღირებულებას ქმნის, გაუგებარი კომენტარების და აგრესიული მოწოდებების გარდა, მათი მხრიდან არაფერს არ ქმნის ღირებულებას, ქვეყანას არ ადგება. ანუ მათი პირადი დოვლათის გარდა. ხოლო ბიუჯეტს აწვება, სტატისტიკაში ხდება რომ ავითვისეთ, მაგრამ ამ გაზრდილი თანხებით არც გზა გაკეთებულა უკეთესი, არც სკოლა ამშენებულა და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს დისბალანსი საკმაოდ ისეთია, თვალში ყურადღებები. პატას შეფასებასაც მოვისმენ ამ ნაწილში, ესე ვთქვათ, შემოსავლების ხარისხი, ხარჯვის ეფექტიანობა და ასევე ვთქვათ, ვალს როგორ ვეკიდებით და რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ, ბატონო პატა, რას აჩვენებს ბიუჯეტი? მოგესალმებით, პირველ რიგში ახლა მე ყურადღებით უსმენდი წინა გამოსვლებს ბატონ რომანს პირველ რიგში და მინდა აღვნიშნო ის, რომ ბიუჯეტის 6-თვიანი შესრულებით შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ მიმართულებისა და იმ ტენდენციის დადგენა და შეუძლებელია ახლა საბოლოოდ ვისაუბროთ 2026 წლის ბიუჯეტზე, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ რაღაცა პერიოდში ეს მაჩვენებლები შეიცვალოს, იმიტომ რომ წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, წლის ბოლომდე დარჩენილი არის დიდი საკურორტო სეზონი თუ შეიძლება ასე ითქვას, სადაც ზოგიერთი შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და მოგების გადასახადის ნაწილში, ამიტომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ საუბრობთ იმ ტრენდზე, იმ ტენდენციაზე, იმ პროგნოზზე, რომელიც არსებობს. ახლა პირველი და თვალში საცემი ფაქტი შემოსავლების ნაწილში ეს არის ორი უმთავრესი გადასახადის, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის ზრდა. ახლა თუ ჩვენ ამ ფაქტს დავაკვირდებით ეკონომიკური ზრდის პროცესიდან გამომდინარე, ანუ ერთის მხრივ ავიღებთ ეკონომიკურ ზრდას წინა პერიოდებში დაფიქსირებულ სტატისტიკის მიხედვით დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას და მეორეს მხრივ 6 თვის შესრულებას ბიუჯეტისა, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს გარკვეულ კავშირში არის. ანუ ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს რეალური, არის თუ არა ეს ვთქვათ, მხოლოდ ხომ არ არის ციფრებით манипуляცია და ასე შემდგომ, გამოვლინდა რომ გადასახადები და განსაკუთრებით მოგების გადასახადი, რომელსაც საწარმო იხდის, ის გადასახადი, რომელსაც იურიდიული პირები იხდიან და გადასახადი, რომელიც უშუალოდ მიღებული მოგებიდან გადაიხდებინება, ზრდადია ამ პერიოდში. ანუ წლის პირველ ნახევარში ეს ზრდადია და ასევე საშემოსავლო გადასახადი. ახლა სრულად ვეთანხმები წინა გამოსვლას, როდესაც ამბობს, რომ ირიბი გადასახადები სჭარბობს პირდაპირ გადასახადებს, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში უფრო მეტი ზრდა, ასევე იმპორტის გადასახადისა და აქციის გადასახადის ნაწილებში, ვიდრე მაგალითად იმ სფეროებში, რომელიც მატერიალური დოვლათი უნდა შეიქმნას. ნუ ახლა რა თქმა უნდა, საქართველოში ესე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ასეთი სიტუაცია, ანუ ბოლო 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი წელი, სადაც პირდაპირ გადასახადი აღმატებული ყოფილიყო ირიბ გადასახადზე და რა თქმა უნდა, ახლა ეს საკმაოდ რთული პროცესი ეს არ არის 1 წლის, 2 წლის, ან თუნდაც 10 წლის გამოსასწორებელი, ანუ წარმოების ფაქტორზე გადაწყობა საკმაოდ რთულია. ნუ სამწუხაროა ის, რომ ჩვენ უმეტესწილად იმპორტა მომხმარებელ ერად ჩამოვყალიბდით და არა მწარმოებელ ერად, მაგრამ ეს მოხმარება მომსახურების სფეროს ზრდასაც გულისხმობს პირველ რიგში, ანუ ტურისტული ნაკადების ზრდას გულისხმობს ეს ვთქვათ მასთან დაკავშირებულ მიმართულებებს და თუ ისევ და ისევ მოვიხმობთ სტატისტიკას, მათ შორის საერთაშორისო სტატისტიკას, ჩვენ ვნახავთ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურიზმის ზრდა, საერთაშორისო ტურიზმის ზრდა, რომელიც ახლა რეალურად შემოსავლების მომტანია და შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ტურიზმი ერთი რომელიმე დიდი დარგი, წარმოებელი დარგი შეიძლება გადაფაროს, ეს რა თქმა უნდა დადებითი მხარეა. ეხლა რაც შეეხება სხვა მიმართულებით, ანუ რეალურად აქვე ვთქვათ, აი ეს სხვა გადასახადების ნაწილიც ბატონო პატა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ხომ, რომ წინა წელს იყო ერთგვარი, ანუ ბიზნესიც ამბობდა მათ შორის და იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ ხომ არ ხდება, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად წინასწარ მობილიზება ამ გადასახადების
გადასახადების, თქვა სხვა გადასახადების ნაწილშიო და მაშინ ფინანსთა სამინისტრომ ახსნა, რომ არა, ეს ასე არ არის და ახსნა ესე ვთქვათ მექანიზმი ეს როგორ ხდება, მაგრამ ახლა რასაც უყურებთ ჩვენ ვთქვათ 2025-ის იმავე პერიოდს რომ შევადაროთ, ახლა რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღეთ, ხო? ანუ მაშინ რით არის ეს ახსნილი? ჩვენ ეს კითხვები დავუსვით, ესე ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსაც ჯერ არ მიგვიღია ეს განმარტებები მიზეზების შესახებ, მაგრამ აი თქვენი გამოცდილებითაც ვთქვათ, რა შეიძლება რომ ეს აჩვენებდეს? დიახ, ეხლა რა თქმა უნდა, მე სულიად გამოვრიცხავ იმას, რომ წინასწარ მობილიზება ხდებოდეს თანხებით, ან თქვა მომავალი პერიოდში გადასახდელი თანხის მობილიზება ხდებოდეს მიმდინარე პირველ ნახევარში ან მეორე კვარტალის მასშტაბით და ეს ძირითადად ეს არის სწორედ ის სანქციების შედეგად, ან ჯარიმების შედეგად მიღებული შემოსავლები, რომელიც ხშირად აისახება არა უშუალოდ იმ გადასახადს, მაგალითად ჯარიმა მოგების გადასახადის დაგვიანებისათვის, ან თქვა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, არამედ ჯარიმების სახით და სხვა გადასახადების სახით აისახება. მართლაც საინტერესო იქნება ახლა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაშლილი დოკუმენტის ნახვა, სადაც უშუალოდ არის მოცემული თითოეული პუნქტის მიხედვით, ანუ გაშლილია სხვა გადასახადების ნაწილი. ანუ ამითი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რეალურად ის გადასახადები, რომლის ადმინისტრირება ხორციელდება, ნუ პირველ რიგში მე მოგებათ ეგრე და საშემოსავლო გადასახადზე მაქვს აქცენტი გადატანილი, საჯარიმო ნაწილი მასში უფრო მეტია თუ ის ძირითადი ნაწილი რომლითაც ხდება. რატომ აი წინა გამოსვლებმა ახსენეს ეგრეთ წოდებული საგადასახადო კულტურის ზრდა, მართლაც საგადასახადო კულტურა ბოლო პერიოდით, ნუ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საკმაოდ არის გაზრდილი. ნუ ეხლა მე რა თქმა უნდა არ შევადარებ იმის უკანა პერიოდს და დღეს მეწარმე მიცის რომ გადასახადის გადახდისაგან მას ვერავინ ვერ დაექცევს. ეს არის მართლაც საგადასახადო კულტურის უპროცედურო ზრდა, მაგრამ თუ ჯარიმების ნაწილი იგულისხმება იმ ეგრეთ წოდებულ სხვა გადასახადებში, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს კიდევ უფრო იძულება ჭირდება გადასახადის გადახდისაგან, მაგრამ ვერ ვფიქრობ, რომ ეს სხვა რაღაცა იქნება ძალიან საინტერესო იქნება თუ კი დაველოდებით ფინანსთა სამინისტროს მიერ მოცემულ ახსნა განმარტებას. ეხლა აი აქ დაისვა ესეთი აქცენტი შიდა ვალის აღება და საგარეო ვალის ბალანსის პრობლემა. რა თქმა უნდა, პირველი დადებითი მომენტი აქ არის ის, რომ სახელმწიფო ეყრდნობა პირველ რიგში საკუთარ შემოსავლით. ჩვენ მქონდა პერიოდი, როდესაც მთლიანად საგარეო, ნუ ძალიან დიდი ნაწილი საგარეო ვალზე იყო დამოკიდებული, თუმცა როცა ინვესტიციაზეა საუბარი, საგარეო ინვესტიციებზე არის საუბარი და აი იმ მიზნობრივ დანიშნულებაზე, რა თქმა უნდა, ფაქტია ის, რომ ნუ დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არა მარტო საქართველოზე არის საუბარი, არამედ საერთაშორისო ვთქვათ ვითარების გაუარესების ფონზე ფაქტია, რომ საგარეო შემოსავლები და საგარეო ვალზე დამოკიდებულება თანდათანობით კლებულობს და სახელმწიფო მთლიანად გადადის შიდა თანხების მობილიზებაზე და საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო მეტად ეყრდნობა, ვიდრე მაგალითად თუმცა ეს ვალია, ეს არ არის ასე ვთქვათ, გამოდევნის ეფექტი ახასიათებს. ვალია, რომელსაც ვთქვათ არ მოყვება, ვთქვათ არ ვიცი, ეფექტიანობის ანგარიშები, ვთქვათ არ მოყვება რია, არ მოყვება, ვთქვათ ხარისხის, ასე ვთქვათ მიზანმიმართულად შემოწმების კომპონენტი და ასე შემდეგ და ასევე ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში ამ ვალის გადასროლაც, ესე ვთქვათ შედარებით უფრო მარტივია, ვიდრე ეს იქნებოდა ვთქვათ მიზნობრივი გრანტების და კრედიტების. ესეც უნდა ვთქვათ ამ ნაწილში. კი, აუცილებლად უნდა ახლა ეს არის ეკონომიკური თეორიის, ფინანსების თეორიის ერთ-ერთი ძალიან აი საფუძველი შეიძლება ითქვას და ესე ეგრეთ წოდებული პირველ კურსელმაც კი იცის ამის შესახებ, მაგრამ აქ თავარი არის ის, რომ სახელმწიფო პირველ რიგში საგარეო რისკებს ითვალისწინებს და საგარეო ფაქტორებს ითვალისწინებს. აქ ითქვა ბატონი რომანის მიერ თუ არ ვცდები ის ფაქტი, რომ აი საგარეო ვალის მიზნობრიობიდან გამომდინარე და კონტროლიდან გამომდინარე, რასაც თქვენ უსურვთ ხავს. რა თქმა უნდა, კონტროლი აუცილებელია და საბიუჯეტო კონტროლი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა საზოგადოებისა და მე ვფიქრობ რომ აპელირება იმაზე რომ შიგა ვალის გაკონტროლება რთულია შეიძლება მისი ერთი მუხლიდან მეორე მუხლში გადატანა ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადასვლა ეს არ არის ეხლა რეალობასთან შესაბამისი თუმცა აქვე ხაზი უნდა გაუსვას იმ ჩემს მიერ რა თქმა უნდა გეწოდება გამოდევნის ეფექტს რა თქმა უნდა როდესაც ქვეყანა შიდა ვალზე იქნება დამოკიდებული ეს რა თქმა უნდა გაურთულებს მეწარმეებს გაურთულებს შიდა ბიზნესს შესაბამისად ხელმისაწვდომობას ადგილობრივ ფინანსებზე მაგრამ რეალურად აი მიმდინარე ბიუჯეტის ანალიზის დროს მე კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდე ამ საკითხს შეიძლება ითქვას ის ძირითადი ტრენდის მიგნება შეიძლება გაკეთდეს ის რომ ფისკალური თვალსაზრისით 6 თვის შედეგების ანალიზი გვაძლევს აი მყარად ქმნის საშუალებას იმისა რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და აი ბიუჯეტის შესრულება ეთანხმება იმ ეკონომიკური ზრდის მონაცემებს რომელსაც თქვა წლის დასაწყისში აქვეყნებენ თუ პატალური მონაცემები. მადლობა ბატონო პაატა ამ ანალიზისთვის ნიკო თქვენც შეგაჯამებინებთ ძალიან მოკლედ და ანუ რეალურად ეხლა სხვა ტიპის გამოწვევები და სხვა ტიპის შესაძლებლობები დგას საქართველოს წინაშე ხო ანუ აი რა შეგვიძლია ვთქვათ თავად გეგმის ნაწილშიც ანუ რამდენად ამბიციური გეგმა იყო ესე ვთქვათ თავდაპირველად დასახული ხო ანუ რამდენად არის ეს ვთქვათ არ ვიცი აი შუა დერეფნის პერსპექტივის მქონე ქვეყნის ბიუჯეტი თვითონ აი ამ პროცესისთვის ჩვენ ვაკვირდებით უკვე წლებია და განსაკუთრებით 25 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მერე აი ამ დოკუმენტისთვის თუ ამ მოქმედებისთვის გეგმის დარქმევა უკვე ამბიციური განაცხადი ანუ გეგმა არის რაღაცა შეთანხმებული გააზრებული მოვლენების ჯაჭვი რომელსაც ადამიანები რაღაცნაირად ცდილობენ რომ დაგეგმონ რომ აღასრულონ ხო და როცა შენ არც ცდილობ არაფრის გაკეთებას აბსოლუტურად წინასწარ იცი რაც უნდა იყოს და წინასწარვე თქვი რომ 15 და 15-ის ანუ ჯერ პასუხი თქვი და მე კითხვასო აი ამ პრინციპით რომ მიდიხარ და აქ ეხა არანაირი ამბიციაზე საუბარი არ არის ერთი რაღაცის დამატება და წერანობას რომ მოაზე კი ძალიან მოკლედ ამ შიდა და გარე ვალთან დაკავშირებით არ დაგვავიწყეთ თუნდაც აი იგივე კონკრეტული ფაქტებით ხო სახელმწიფო შიდა ვალის სახით თითქმის 1 მილიარდ 200 მილიონის ფარგლებში აიღო და იღებს აქტიურად და რითიც ანაცვლებს ამ საერთაშორისო ვალს და ამისი შედარება ვაშლივარს რომ შევადაროთ საერთაშორისო ვალის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი და პლუს დამატებით ინტელექტუალური დახმარებები მოდის რაც გრძელვადიანია შიდა ვალი არის მოკლევადიანი ძვირი ძალიან და აბსოლუტურად არანაირი მარგიქმედების კოეფიციენტი არ აქვს ინტელექტუალური დახმარების კუთხით ანუ რო ავწონოთ ეს გაცილებით უფრო ძვირია მოზიდული 1 ევრო ან 1 დოლარი ვიდრე მოზიდული 1 ლარი მაგრამ კიდევ აქ ყველაზე მთავარი რაც არის და რატომაც ყველაზე გვაუწყდება ხოლმე აღებული მილიარდ 2 თუ 3 მილიარდ ლარში დაახლოებით საშუალო წელიწადში 9.5%-ს ვიხდით შიდა იმისთვის ანუ ადგილობრივი ბანკებისთვის მაგრამ 3 მილიარდ ლარზე მეტი ხაზინაში ამ ქაღალდით ამ ანგარიშებით დევს ვინახავს ანუ ეს ფული გარდა იმისა რომ ამის ნახევარში თითქმის 100%-ს ვიხდით ამ დანარჩენ ნაწილში არაფერს არ ვიყენებთ ანუ ასევე დამატებითი ხარჯია პლუს და არაფერს არ ვქმნით და რა ამბიციებზე გვაქვს საუბარი თუ ამბიცია ჩვენ გვინდა რომ ბევრი დეპოზიტი მქონდეს ძვირი ან ბევრი სესხი მქონდეს ძვირი და არაფერი ვაკეთო ეს იყო ეს არის გეგმა მაშინ რა თქმა უნდა ჰიპერამბიციური დაგეგმა და აღსრულებაც მიდის ელენე ამას მადლობა პაატა აროშიძემ და ნიკამ ალავიძე საუბრობდნენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მადლობა მათ